საკურვებო გილოცავ დაბადების დღეს. ლიანი ყარხარ. მენაყე და მიდის მაგირვად გილოცავ საკურვებო და ახალი წელი რომ მოვასწრებს ყიდით და ყველაფერსაც გიყიდით. დები საქართველოში. დილანში დების. როგორ ხართ მეგობრებო? დაშვებით. მოდი ყავა დავლიოთ. ესე იგი 2 თუ მესამე დღე აი როგორ მახვალებს იცით? რაღაცა უაზროდ. თითქოს ხრინწილო გაქვს დაახლოებით ეგრე რა. წაღანა ალბეთი, მაგრამ ყავამდე ვერ მივედი, ანუ გუშინ დალაგებულმა სახლმა გამართლა დღეს მხოლოდ საწოლები ავალაგე. და ძალიან მინდა წავიდე ფეხსაცმელების საყიდლად. პლუს გორგიაში მინდა ძალიან გავიარო და რავი რაღაცები ვიბოდია და რაღაცებს ვხურო, ნახო რა არის. უბრალოდ პრობლემა არის ის, რომ ბავშვით უნდა წავიდე და აი მანდ უკვე ტვინი მეჭირდება. ძალიან მიჭირს საყიდლებზე მარიკოთის სიარული როგორ დაგიფალოთ. ფეხსაცმელები უეჭველი უნდა ვიყიდო გოგოებო, ან ბოტასი, რაღაც უნდა ვიყიდო მოკლედ რა. და ასე რომ უნდა ვიყიდო სამსახურისათვის. ერთი თვით ვიყიდე სამსახურისთვის უფრო ნაკლებ დროშიც, მაგრამ არ ვიცხავ ხო გამიფუჭდა რა ვიცი, ხა დილის დღეს ნახევარი და ღამიშვიდამდე მაცვია და აფუჭდა. არ იყო ალბათ ხა დიდად გადავრე ხარისხი და დედა. ეს მე იტატა. უიდე მოიხსენი მაჩვენე სიხარულე. მოიმე ჩემოსი ცოცხლე როგორ ვერ დავინახე. ღამე დარჩენიათ მისამაგრი და გაწითლებულია. რატო არ ინთები შვილო? აინთე. ყოველთვის ხარი სალამ წახვალ. ფარდე გადაწეული ქონდა რომ ვაგვიძარა კი ურეკავს, მაგრამ აი რომ ბნელა რაღაცა ვერ აღვიქვამო რომ გათენდაო და ხარი დილთეთქებით რო არა გადაწიე ყველაფერი. რომ შუქი არ შემოვიდეს მეთქი. რომ მინდა რომ დავისვენო. გუშ კაი გვიან დავეცინა ორხდებოდა. ხასუფლება მივეცი შაბათ კვირა ცოტა გავლაღებულიყავი. ხოლო ყველგან იყო ჩაფნელებული და ისახი და ბევრად უკეთ დავისვენე. მაგრამ აი შვიდზე ხო მაინც გამეღვიძა, ეს იგი არ არსებობს ხო მაინც და გამეღვიძა. შვიდზეც ხო გამეღვიძა. 9-ზე გამევიდა და მოხდეთ. გოგოებო, Facebook-ზე გითხარით, გოგო ჩაერთო მონეტიზაცია. ჩემს დოდონას ბლოგზე აბდეს რომ შროო და ვმუშაო. ვერაფერი ვერ გავიგე როგორ ჩავთო. ვერაფერი. გუშინაც ვეწვალე და ვერ გავიგე რა კრიტერიუმები უნდა შევავსო. თურმე 9 თვეზე მეტია ხალხი იღებს ჰონორარებს, მაგრამ მე ტყუილად ვშრომობ. ტყუილად არ ვშრომობ, მაგრამ ანუ ხო ხდებით რაც გულისხმობ. ხო გული მწყდება რომ ვერ გავერკვიე, მოკლედ რა უნდა გავაკეთო. ვისაც აქვს ჩართული მივწერე, მაგრამ ასუხჯერ არ მოწერე. ამიტომ არ ვიცი. ხოდა ძალიან აი იმაში ვარ, რა ქვია, რომ გავერკვიო რამენაირად როგორი ხდება, რა იქნება, რა და აი ყველაზე კითხები დავიდა ჩართული აქვს ვისაც და არავინ არაფერი არ იცის და ვინც იცის ჯერ არ მოუწერია. ასე რომ მოკლედ ძალიან ისე ვარ. ვინც არ იცით გეტყვით რომ TikTok-ზე მონეტიზაცია გაუქმდა.
ასე რომ ხალხმა არ იქა და მეორე ისინიც რომ გაიკეთეს TikTok-ები და ვაიმე დამამატეთ და იქ მონეტიზაცია ჩართული და ჰაი და ჰუი ძალიან ცოტა ხანს იყო იქ ბედნიერება ვისაც ჩართული ჰქონდა და უკვე გაუქმებულია და ვერანაირი განაზღაურება ვეღარ იქნება TikTok-ზე ვიდეოს გამოუშავება ასე ვთქვათ სამწუხაროდ იმიტომ რომ იყო ხალხი ვინც იყო ძალიან დიდ ფორიურზე გავარდნილი ისაც ჩართული ჰქონდა რა ხდება და ნუ სამწუხაროდ ერთი გოგონა წერდა რომ ოღონდ საქართველოში არ ქონდა TikTok-ის საზღვარგარეთ არის $100 კი ავიღეო რა ვიცი რამდენი ხანში ვერ გეტყვით მაგრამ იმის მერე კი გაუქმდა $100-იც კარგია რასიზა სხვა ეხლა კალათ ეხლა მსოფლიოში თანხები ეგზავნათ თან TikTok-ზე ბევრად მარტივია ფორიურებზე გავარდნა და შლიგინით მიდიოდა ხალხის ფორიურები და კი გაუქმდა ანუ ხა YouTube-ი ძალიან ცოტა სიხდის მაგას თქმა არ ჭირდება რა აი ძალიანად ცოტა სიხდის ფაქტობრივად კაპიკებს რო ვიყრისო აი ეგეთი ამბავია რა ზოგადად და რამხელა პროცენტები მეაქვს მაგრამ დამატებით შემოსავლად ცუდი არ არის თუ გინდა რომ უშუალოდ YouTube-ით გქონდეს შემოსავალი და აი მხოლოდ YouTube-ი არის შენი შემოსავლის წყარო უნდა იცოდე რომ ორი ვიდეო მაინც უნდა დადო დღის მანძილზე და უნდა იყო რა ვიცი ძალიან აქტიური დღე არ უნდა ჩააგდო და ანუ ხო ხდებით რა ძალიან აქტიურ იმაში უნდა დაიწყო თორე ეს სხვა მით ყოველთვე ვერ აიღებ ანუ ყოველთვე რო აიღოს გულისხმობ რა ვერანაირად ვერ აიღებ თუ არ იქნები ძალიან აქტიური და ისეთი რა ვერაფრით ძალიან ბევრი არის ვისაც ძალიან ბევრი გამომწერი ყავს მაგრამ ყოველთვე მაინც ვერ იღებს და მეთქი ხალხი იმას შევის რომ ამდენი გამომწერი და ყოველთვე ვერ იღებენ მინიმალურ $70-საც კი და მეთქი ანუ მე რა მაწუწუნებს ხო და რა ვიცი აბა ყოველთვე არის საჭირო აქტიურობა ყოველ დღე ბოდიში თუ შენ გინდა რომ YouTube-ი იყოს შენის შემოსავლის წყარო აი პირველადი წყარო მოდი ესე რომ ვთქვათ რა ხა ჩემ შემთხვევაში ჩემ პირველად შემოსავალი YouTube-ი არ არის შესაბამისად მე ვერც ყოველ დღე ვერ დავდებ ორჯერ კი არა ერთხელაც ვეღარ ვდებ კი ხედავთ ორ დღეში ერთხელ ვდებ ხოლმე სიმართლე რომ გითხრათ, აი ეს ორჯერ და სამჯერ დადებები, აი ორჯერ შევა დავდო. მაგრამ სამჯერ როდოს ხოლმე ვიდეოები ცოტა რაღაც მოგობიცერპელი მგონი. ორჯერ კი ბატონო, უფრო ორჯერ მეც დამიტია და ორჯერ კი ბატონო, აი სამჯერ და აი სულ რაღაცა იდება არ შემიძლია, უკვე ვიცენტრები მანაზე. გონია რომ ძალიან ფერდება აუდიტორიას. თუმცა ნახე აუდიტორიასაც გააჩნია, ეგეც არის რა. მაგასაც გააჩნია. რა თქმა უნდა. ხალხს მოყვება შენი აუდიტორია. მე რა პირიქით თხოვენ რომ აუდადე რა. ანუ ვინც სულ რაღაც ყველა ვიდეოს უყურებს შენსაც და ეგეთი აუდიტორიაზე მაგსაუბრ. ეხლა რომ გადავხედო ნახვებს, ძალიან დაბალი ნახვები აქვს ზოგადად. ეხლა ვიდეოებს, იმიტომ რომ ვისალია ხალხო გაგანია ის არის, რა ქვია, ეს არჩევნები და არის ერთი ამბები და აქციები და მთელი ამბები ეხლა. კიდე მაგას ხო აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხო? აუდიტორიას ხო დაიცალოს, იყუროს და საცალია აუდიტორიას მაგისთვის. მე დიდედიკო იმას.
ხო და ეგ არის რა. ვიცი აბა. შემოსავლის წყაროთ თუ ქცევა გინდა ბატონო, ყოველ დღე კი არა, რა ვიცი მე. უნდა იყო ისეთი ჩართული, რომ ვერავინ ვერ ასწრებს ეს ვიდეოს და ეგრეა. გინდა არ გინდა, ეგრე ხდება. სხვანაირად არ გამოვა. ეხლა ისიც გინდა, ესეც გინდა, არ გამოვა ეგამდე. თან დასვენება გინდა და თან გინდა რომ კარგი შემოსავალი ქონდეს უკაცრავად რა. არ გამოვა ეგ ამბავი. ძალიან დიდი შრომა და ენერგიის ჩადებაა საჭირო და ღმერთმა ყველას ბევრი მისცეს. ვით ძალიან ბევრი შრომას დებს, რა ვიცი ხა მე. იმდენი ადამიანია, ვინც ძალიან ბევრ შრომობს ამ ვიდეოებისათვის, რომ ნამდვილად უნდა დაუფასდეს, რა თქმა უნდა, ყველა შრომა. მე პირადად ვერ ვიტყვი, რომ ნაკლებს ვშრომობ, რისი დროც მაქვს ხვდები, ნამდვილად ვერ ვიტყვი. მით უფრო დოდონას ბლოგზე. რა ვიცი. ხანისია ხანასე შემოსავალია. კი იცით მე რომ არასდროს არ მავაო შემოსავალს. მარიკო მოიკიდები და მაგიტას რა. და მე ზოგადად არ მიყვარს შემოსავლების დამალვა, რავი, არ მიყვარს რა. ეხლა სხვის ჯიბეში ყურება რა თქმა უნდა არ არის, ნუ მაგრამ ისახები, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ არ იყურებით, მე თვითონ ვამხავს. კარგი, მამას სადილი აუტანოთ. ხო, თმაზე წავისვი ლიოვილის ზეთი. კი ხედავთ. და უნდა გავიჩერო რამდენიმე საათი. ოღონდ თქმა უნდა შეიფუთო. მე ნერვი არა მაქვს. რო ვიფუთავ, თავი მტკივდება. რაღაცნაირად დისკომფორტი მაქვს რა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ რო წავისვი, ეგრევე ამეწია და არ შემეფუთა. თუმცა, რა თქმა უნდა, შეფუთო, ბევრად კარგია გოგოებო. ბევრად. თუ შეიფუთავთ, როდესაც დაიმუშავებთ სკალპს, მასაჟორით, რა თქმა უნდა. მე ზარმაცი ვარ, ნუ მობაწავთ, თავის ტკივილები მეწყება მე. ეს არის გოგოებო, რაც სკალპზე მაქვს დატანილი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც ლიოილი გამომიგზავნა და დავიწყეთ მეორედ უკვე, აღოდ ამ ეტაპზე უკვე ძალიან აქტიურად უნდა დავიწყო და არ უნდა დამეზაროს მოკლედ, მაგრამ პრობლემა გეტყვით ხა რაშია გოგოებო, რომ მე რა გამომივიდა. 2-3 საათით უნდა გაიჩერო და ახლა მე 8 საათზე ვდივარ 3 საათი ეს რომ მედოს ხოჭკუიდა დავიციე. ეგეც არის ეგ პრობლემა რა. აუ რა არის რატომ გამონაყარი. ცოტა მოგვიანებით ვიბანავებ და წავალთ ფეხსაცმელების საყიდლად და რავი რაღაცები მინდა კიდევ მოკლედ. რომ შევიძინო, რაც ძალიან მჭირდება, ანუ ძალიან მჭირდება. ხო და ფიქრობ შესაძლოა ჩემს მეუღლეს უყიდო რაღაცზე და ძალიან მოიწონა ჩემი მოსაცმელი. ისეთია რომ ბიჭიც რო ჩაიცომს რა. ხარი არ გაყოლო უთხარი არ გამიწელო და გაგიჟდა. მე უნდა გაგიწელო შენო და ჩემი კვარერი ჩხირი ანუ. ხო და შესაძლოა თუ იქით მოვხვდი ვუყიდო. ნუ თუ ვერ მოვხვდი, ღარას ვიზავ. ბავშვით ვერ მივილი მე იქიდან, მაგრამ ნუ თუ მოვხვდი, ალბათ მინდა რომ ამ დაგვარი ბიჭის შევუძინო. ეს ყავა გაიბლიკა. ყველაფრის გემო ყავის გარდა არა და დილით ყავა დამალევინა ვიტყვი ხოლმე და მე 8 საქმეს გავაკეთე და უიყავარ დაბილებია ვიცახი ხოლმე.
სხვათა შორის აი რამდენჯერ ჩემი უღლისთვის რამე 60 ჩუქებია, ძალიან მოწონებია და ეს ძალიან მიხარია ხოლმე, რომ მოსწონს. ეს ყოველ შემთხვევაში იცომს ხოლმე და ესე იგი მოსწონს. თუ რაღაცას რო აღარ იცომდეს, რაც შენ აჩუქე და ედოს მიხვდები, რომ ანუ არ მოეწონა რა. მარიკოს მინდა უყიდო კოლგოტები, თუ მოვხვდი იმ ადგილას და სავარაუდოდ მოვხვდები. მინდა რომ ვუყიდო, მაგრამ აი მაგ რაღაცებზე რომ უნდა ვიბოდიალო ეხლა მე ფეხსაცმელებს და რაღაცებზე. გორგიას ნერვები როგორ გამეყოფა, არ ვიცი რომ ხა იქაც მივიდე მერე. იქაც უნდა იარო და იმდენი ხალხია ხოლმე. ეხლა რა მგონია ძალიან გადაწიწვა იყოს ამ აქციების და რაღაცების ფონზე და პირდაპირ ვიტყვი რომ ძალიან ვარ აი შეღონებული და შეშინებული ამ ამბებით რაც ხდება საქართველოში. არ ვიცი, ნახეთ რა უნდა გაკეთდეს, რომ საერთოდ საქართველოში ტარდებოდეს არჩევნები ღირსეული. მე არ ვიცი მაგალითად. შესაძლოა სხვა ქვეყნებშიც ესეა, ვერ გეტყვით, მაგრამ ახლა მე ჩემი მეტარდება ყველაზე მეტ. ვითომ ჩატარდა ადამიანურად, ღირსეულად? თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ როგორ ფიქრობთ? მეც ანგრევენო თბილისო, ამასო, იმასო აქციის მონაწილეები. ბიჭო, აღარ დაადგა საშველი. აღარაფერს აღარ დაადგა საშველი. აქ აქვს ადამიანებს ამოსული ხელში. არც ისე გამოვიდა, არც ასე გამოვიდა. ანუ მოთმინების ძაფი აღარ აქვს. გულანთებული ახალგაზრდები არიან, ვისაც ცვლილებები უნდათ. პუტინი ხარ, ეხა ნახევარი ცხოვრება მეფობდე თუ რა ხდება, ვერ გავიგე. ანუ ოღონდ ერთი რამ არის კიდე რა კანდიდატი არ არის, ვინც მენდობება რომ იყოს, ანუ აი ხო არის რომ არის არჩევანის რაღაც, არ არის. ანუ არ არის, ჩემთვის არ არის. სამწუხაროდ. არ არის. ნუ ნავიცი. აი ფული გადაუხადეს და დგანან თუ რაღაცა არ გამოვრიცხავ კაცო ვიღაცა ფულით იდგეს ვიღაცა უფულოთ იდგეს ხა ვიღაცა მე რო ფული შემომთავაზოს რომ წამოდი აქციაზე დადექო თავს გაუჩეჩქავ იმით რა ქვია აი მყავის ჭიქით რომ რას მკადრებ მე თუ მინდა და შემიძლია მანდ ვიდგები და რა თმინდა შენი ფული გესმით მაგრამ ვიღაცისთვის ეს მისაღებია ხო შესაძლოა და დგას ვერ გაიგებ რამდენი ადამიანი მიცემდა ხმას მით გადაიფინა ლარები ხო და რამდენი ადამიანია ვისაც ეს არც უფიქრია რომ რამე აეღო ან არ შეუთავაზებიათ და რომ შეეთავაზებინათ შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს ეს ყოველთვის იყო თორე ხარასობ ხა დაიწყო ყოველთვის იყო ეს და ყოველთვის იქნება ეგ ზოგი იმით მისული ზოგი ამით მოსული და ასე შემდეგ ხოდა რამდენია იქ ძალიან ღირსეული და გულანთებული ადამიანი ვინც იბრძვის ნამდვილად სჯერა და იბრძვის და დგას და ყველაფერს აკეთებს ამისათვის ნუ მივაყენებთ ყველა შეურაცხყოფას და ყველას ნუ მოვიაზრებთ რომ ფული აიღეს რა ამდენ ადამიანმა არ არის ეს ასე ეგ ვერ იქნება სწორი ავიცი როდემდე ძალიან სამწუხაროა რომ აი არ გამოჩნდა ადამიანი ვისაც იტყვი რომ მომავლის ადამიანია და
აი ეს რამე შეცვლის და აი მოდი ამას გავყვეთ. არ ვიცი. რა თქმა უნდა იქნებიან ადამიანები ვის დაანგრევენი ყველაფერს, ეგეთებიც იქნებიან, ისეთებიც იქნებიან, ვისთვისაც ეგ მიუღებელია. გესმით? ჩემთვის მიუღებელია, ვანგრიო ჩემი ქვეყანა, მიუღებელია მაგალითად, ჩემთვის როგორც რიგითი ადამიანისათვის. მე რო ახლა ამ წამს იქ ვიდგე, არაფერს არ დავანგრევ, გამორიცხულია, არაფერს. და ეგ ჩემი სურვილია, ხო? მე არ დავაზიანებ არაფერს. ხა საბერძნეთში რო დაანგრევენ და მეორე დღეს გაკეთებული ყველაფერი უკვე აქციებზე გამოცვიდებენ, ანგრევენ იმ მარმარილოებს და მეორე დღეს უკვე და ერთ კვირაში აწყობილია ყველაფერი, ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ეგრე. რომ დაანგრევე, ასე არის დანგრეული მერე თვეები და წლები. რა ვსიყვარო. წამომყვები მაღაზიებში, დედიკო. ვერა, რატო დე? ქუშას ვთხარი, წავიდეთ სქოთეზე. არაო, რატო დედიკო, მე დღეს ვისვენებო. გავაკეთო. მამამისი არ არის თორე დავტოვებდი სახლში. არა, დე უნდა წამომყვ. აბა სად გინდა დედა? არა, აქ როგორ, მარტო როგორ იქნები დე? მე მაღაზი, აქ კი არ მივდივარ დე. და აქ კი არ მივდივარ, სხვაგან შორს მივდივარ მაღაზიებში, მეტროთი დე, წავიდეთ. კარგი? ნუ შვები ეგრე ტუჩებს. გზაზე უნდა მაბენო. რო ვიბანავებ მერე დე. ეს თუ არ მოვიშორე, ახლა ამით როგორ წავალ? იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ამბობდნენ, რომ აი სხვა გზა აღარ არის, უკვე ყველაფერი გავიარეთ და სხვა გზა აღარ არის. არ ვიცი რა, ძალიან არ დამთავრდება ეს ყველაფერი ასე მარტივად. ასე მარტივი უკვე ჩვენს ქვეყანაში აღარაფერი აღარ არის. არ ვიცი. ძალიან მინდა რომ ცივილურ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც მოსახლეობის სიტყვა არის პრიორიტეტი, მოსახლეობას უსმენენ. რატო ჩამოვაგდე? მოკლედ მივდივართ დიდუბესაშინა. ხაცების საყიდად გორგიაში უნდა გავიდე. აი ესე დავიყიდე, ფერი მომწონს ძალიან, მაგრამ სამწუხაროდ მოკლედ აქ მიხსნის იმას, რომ ის და მამამისი მიდიან ვაგზალზე რაღაცების ბაბლაზონაზე და თადი სვაფს ფრჩხილის თავის აბაქროლა. საშინლად არ მიხდება და ძალიან დისკომფორტში ვარ. ესეთი ბოლოები აქვს. მაგრამ რა ვიცი. მეცოს დღეს რა. სხვა რამის ხასიათზე არა ვარ სიმართლე დღეს. ცოტა დავიტანოთ. სანამ ვიბანავე, სანამ ესა, სანამ ისა, სანამ მოწესრიგდები ადამიანი კაცის ნახევარი დღე, მაგრამ ნუ რა გავაკეთო. თან რომ ბავშვით უნდა წახუხიალდე ადამიანი, დამერწმუნებით, რომ ბევრად მეტი დრო გჭირდებათ ყველაფერზე, წასვლაზე, მოსვლაზე და საერთოდ ყველაფერზე, მაგრამ
ეხლა ვერავისთან ვერ დავტოვებ 2 და 3 საათი ბავშვს. ყველას თავის საქმეები აქვს, თავისი განრიგები აქვს და ესე შენ როცა გინდა როგორც გინდა, ესე არ ხდება. ზედ არის ძალიან ლამაზი კვავები აქვს, რასაც მე უპირატესობას ვაინჭებ ხოლმე, ზოგადად ასეთ ზედებს. იდეაში ზემოდან ცოტა მიხდება, ქვემოდან არ მიხდება. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე დავუბრუნდები. და იმ მომატებულს იმ თვეებში, რაც მოვიმატე, დავიკლებ ისევ მალე ცოტა, ვიდრე ეხლა ვიკლებ, დაკლებული მაქვს უბრალოდ და ისე მომიხდება ესე და როგორც სხვა ზედები მიხდებოდა. სამწუხაროდ იზედებიც აღარ მიხდება ახლა, იმიტომ რომ გავარ ბეჰემოთს. აი, ეხლა მე მინდა სად წავიღე, ანუ რატო ვიცი მიყრა ყველაფრის ნერვები უკვე გაფრინდა. აქ რაღაც საშილად მაქვს ეს და უნდა ცოტა დავფაროთ, იმიტომ რომ ნუ აი რატო ხარ შვილო ესე დამუწუკებ. არ ვიცი. ვოლა, დაიფარა შედარებით. ასე. თმა უწიე, იმიტომ რომ ეხლა აი მარტო ბოლო ჩამოვასწორე, ისიც ნაწილობრივ ჩამოვასწორე, იმიტომ რომ მაგისთვის არ მცალია. მარიკოს ფეხზე ჩავაცვა, მე ზემოდან მოვიცვა, არა და მაგრეცხელა გარეთ, მაგრამ ამით ვერ გავაგიჟივით, იმიტომ რომ რაღაცა ქარი ამოვარდა და ვაიდა აკრილდეს. ხოლგა სამსახურში დაგვრჩა, მაგრამ თუ არ დამეზარე და თუ მოხვდი იმ ტერიტორიაზე, გოგოებო, აუცილებლად მინდა ქოლგის ყიდვა, იმიტომ რომ აი ამ სიგრძე ქოლგის სიარული უკვე ძალიან დისკომფორტია და რამე პატარა ქოლგა ვიყიდოთ. თუ მოხვდი იმ ტერიტორიაზე. ოხ. სახლი მოვანგრი. ჩემი გასვლა და სახლის თავდაყირა დაყენება ერთია. მოდი ვნახოთ ხომ იგვაქვს ბარათი, სახელფასო. ისა ყველაფერი მიგვაქვს გასაღები. აუცილებლად. ლიოილი აუცილებლად ჩემი ბოლო დროის ფავორიტი კომპანიამ გამოგზავნა. კომპანიამ. ხო, საყვარელო. გიშდები ისე მოწონს. და თუ ვინმე შეიძენთ, აი დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კმაყოფილი იქნებით. ჯერ სუნი აქ შეიძლება დაეცეთ. ასე. კაი, ეს ჩავდეთ, ის ჩავდეთ, სუნამო დაგვავიწყდა აშკარად და ანუ სადღაც ჩემს სუნამოა. და ჩემს მომეწონა ჩემი სუნამო სხვადასხვა. რაც იშვიათობა ხოლმე, თორე ესე ჩემები ხშირ შემთხვევაში მე რამძაფრია და ყოველას მოწონს ჩემების გარდა. ჩემი კრის ფავორიტი იყო სუსუ პირველად რო ვაჩუქი, აი ეს მამაკაცის სუნია და მე მივხვდი რომ მეც მაგრად მომწონდა და მე რო ვყიდლობდი ყობა სუნამო მოკიტაი და ხო შენთვის მოიტანე ხო გვანცა. იცნობ ჩემი ქმარი კარგად. მარიკო, ყურები გამოიწმინდე საყვარელო? და მოწყდა. მე დიდეთი კვარ და გვავიწყდეს. ამას მაგრამ შეკრა. ეხლა უნდა გავიზომო 2 აქვია მაგას ზედა, რომელი მოუხდება უფრო, არ ვიცი. ძალიან კარგი ამიდია და ეს ცოტა თბილია, რაცა ფულესავით არის და არ ვიცი, შეიძლება ეს არ ჩავიცვა, ეს ახალია, რომელიც ჩემ ფორს მოეწონა და შესაძლოა ეს არ ჩავიცვა, იმიტომ რომ ანუ არა ცხელია. აშკარად ძალიან ცხელია. ესეც სვიტერია და გრილი თავიცოთ, აი ეს რომელიც ბევრად გრილია იმაზე, ის ძალიან თბილია. ამ წამში ნახავ ერთი რა არის, სამწუხაროდ, არ ვიცი რაღაცა მაზუთი თუ რაღაც მიედო და ზედას ძალიან დაეტყო, მაგისათვის მაგ საპონი, უბრალოდ მე აღმოვაჩინე, რომ ძალიან ეტყობოდა. კაი, ეს ასე ჩავიცვით. ოღონდ არ მომწონს, ანუ აი არ ვიცი, რაღაცა ვერ ვარ ჩემ კანში, ხავში, რავი რაც გინდა ჩავთვალოთ. თან მინდა რომ ეს ჩანდეს, ძალიან მომწონს, მოდი აბა შევკეცოთ. აი ასე. ასე ჯობია, მე ასე უფრო მომწონს. დედიკო, შენი ქურთუკი სად გასაყვარელო? ძალიან ცხელა, ხა მას ქალ ქურთუკს ვერ ჩავაცმევ, რა თქმა უნდა. აი ესე უკვე მოუხდა.
აი თუ მოუძებნოთ იმით ალაგებული სახლი თავიდან გახდა დასალაგებული ყველა გადმოყრილი მაგზად რატომ აქ ჩვევა არ გამოვრიცხავ რომ ამ საყიდების ვიდეოს კიდე მოყვეს კომენტარი რომ ფულის მეტი რა გაქვს აბა შენეკა თქვი და სხვათა შორის თუ მაქვს ჩემი შრომით მინდა გითხრათ ძალიან დიდი შრომით ოღონდ მარტო მე რო ვიცი რამ ხელა შრომით აი ანუ ძალიან მომწონს ხა ეს რო გავიკეთო უბრალოდ ბავშვთან ერთად ძალიან არაკომფორტულია მინდა რომ გითხრათ ამიტომ საერთოდ ბეჭედს არ გავიკეთებ მithumel ჩხილი მაქვს 0-ზე და აი საერთოდ აღარ მომწონს არც ერთი ბეჭედი ეს გამოვიყენეთ უკვე რაც თავის ადგილზე დავაბრუნოთ შესახლი არ უიყოს მაგრამ კოსმეტიკის მაგიდა მიყვარს რომ არის მილაქებული სხვა რამეს აღარ დავეძებ რომ მოვალ დასაცმელებს უცებ მივალაგებ რაც გადმოვყარეთ ეს სახშა დავადოს თავის ადგილზე სათვალე არ მჭირდება ეგეთი მზეც არ არის არც ისეთი ქარი არ არის რომ დამჭირდეს ამიტომ ავიღეთ გასაღები მიგვაქვს ეს მიგვაქვს ის მიგვაქვს ხო ტელეფონები წავედით და ძალიან სკლად მაცვია ცუდი არჩევანი იყო არა და რო გამოვედი წაღაც არ წვკრებდი ქარი ქროდა და ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე დაცხებოდა ვიცი ეს აქ ცოტა ბევრი მისვია მაგრამ არ აღვშევს გზა და გზა წავიშოროთ ის ეს ფერი მიხდება სვიტერი წავიდეთ თითუბეში ნახოთ რას ვნახავ დავიშება გორგეში აღარ გავიაროთ ძალიან დამეზარა რამდარარი რამდამადარი რამდარარი წავედით დედა წეგან გოგოებო შევამჩნიე აი ბანაობის დროს რომ რაღაცა ნაკეის რალის რაღაცა პატარა მონაკვეთი თითქოს დასავით რა ხო და რო ნახე არის საშინლად გაწითლებული და რაღაც არის სისველი აქვს რა მოდიდი აქეთ გადმოვიდეთ რაც ნაკეის რალისთვის ჩვეულებრივი ამბავი კი არის მაგრამ რა ვერ დასრულდა 4 წლის მანძილზე ეს ამბავი უკვე აღარ ვიცი რა ხო და ეგრევე მე კარგად შევიშრე დავიმუშავე წავისვი მაზი და ნახოთ ალბათ ხვალ უკვე შედარებით კეთილ ხდება რაც შეიძლება წესი წითლეს სიცხის გამო ხდება ხოლმე ან უბრალოდ გააღიზიანა საცოლმა შარვალმა მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა იცის ხოლმე სიცხის ჟამს ხო და ნახოთ კი მეწვის თან კარგად გამიგებთ ნაკეისრალი ხალხი წავედით სტილობი ძალიან კარგი 80 არ ვიცი რაღაცა ვერაფერს ვერ ნახულობ გორგიაში ჯიჯიში ბევრად კარგი არჩევანია ხოლმე იმაზე მაგითი სტილოებს და რაღაცებს გავწმიდე კამერა რას გავდო წავედით ძალიან მომწონს ამდაგვარი რაღაცები სადავკიდოთ ხო აბა ნახოთ აქ რა ხედება საყვარელია ძალიან ეხა ფერი არ მომწონს მაგრამ ზოგადად ძალიან ლამაზია ეს ჩემნაირი დაბალჭერიანის ვარიანტი ეს ბევრად მომწონს ვიდრე მე რო ავაწყობინე ხელოსანს საკიდების კუთხით და თან აბსოლუტურად ჩაეტეოდა ჩემთან ხა იმას რაღაც გამოვცვლი ახლა ყოველ შემთხვევაში კაი ხანი მაგრამ ჩემს საყვარელ სექციასთან მოვედი მე ამას საყვავილოთაც გამოვიყენებთ მოვიდეთ ბალიშებთან ნახოთ აბა რა ბალიშებია აქ მარც ერთი არა როგორც ჩემქმერს უნდა მოკლედ ორჯერ დავლიე ყავა და ვერც ერთხელ ვერ დავლიე ცხელი და ეხლა ვხვდები რომ დანაკალისი მაქვს ყავის იმიტომ რომ ცხელი ყავა ფიზიკურად ვერ დავლიე დავი ხადრის გამო მოვაცხრიეთ ფეხები და ცელოფნები თუ გემოგონდეს ახლა მარიამის თავს გეფიცებით
მოდი ცოტა დავიხიოთ უკან თუ შეით. მოკლედ ეხლა რა ხდება? ვიყავით მე და მარიკო დიდუბეში, წავედით, დიდი რაღაცა მოლოდინები მქონდა, რომ ფეხსაცმელს ვიყიდით დიდუბეში, იმიტომ რომ ადრე ძალიან კაი რაღაცები შემხვდა და ვიფიქრე, რომ ისე ვიქიქნებოდა რამე, მაგრამ შევწდი სამწუხაროდ. არაფერი არ დამხვდა საერთოდ, ოღონდ ერთ-ერთი რაც ვიყიდე დიდუბეში იყო ის, რომ ჩვეულებრივი, ანუ გაჩვენებ. აი, საყოველთაო სამსახურისთვის თან 38 ზომა ვიყიდე, ცოტა დიდი მაქვს, მაგრამ ისე ვარ გაწამებული, რომ იმ თითს მტკეს ყველა ფეხსაცმელი, რაც ბოლო პერიოდში აი მოფტასე. აი მე მეთქი იქ დამრჩა. რაც მოდი არა მომიყრია ეს ცელოფნები ვცხიდვართ. გორგებით ვყავით. ძალიან საყოველთაო და რა, ყველა მეორეს ესაც ვია და ძალიან პრაქტიკულია ხალხო. ქოთანი ვუყიდე. აი ესეთი, რა თქმა უნდა, ყველას გავთიხა ეს ნანახი, ამის მეტი რა ყრია. ვიყიდეთ 15 ლარად, 38 ზომა, შავი მინდოდა და შავი არ იყო და კაი მეთქი. იყოს რა ფერიც არის. ხო და საერთოდ არ მტკენს ფეხს, თან დიდი მაქვს ცოტა და მირჩევნია დიდი მქონდეს ვიდრე მაწამოს, აღარ მინდა წამება. ხო და მოკლედ 15 ლარად ვიყიდე ესენი. დღეს სადღაც 150 ლარი გავიქნი მშვენივრად. ჩვენი 15 ლარიანი საყოველდღიურო სამსახურისთვის ვფიქრობ იდეალურია. ნუ ეხლა მთელი ზამთარი ეს რას მეყოფა, სხვაც მომიწევს ვიყიდო, ჩემი თავის ამბავი რო ვიცი, აუცილებლად ვიყიდი სხვასაც. რო ესე შევინაცვლო ეს გავრეცხო და მე ეხლა ისე აღარ ცხელა, რომ დაუშვათ 2 დღეში გააშრო და 1 დღეში და სხვაც მინდა, იმიტომ რომ იმას ვქნა. შევანაცვლო რა. ამიტომ ამას მოუწევს სამსახურში წაბრძანება, წაკუსკუსება, ეს ასე. რა იყო და მე ხო, მარიკოს ვიყიდე ქოთანი, ესე იგი გორგიაში ვიყავი, მე არ ვიცი ხა როგორ ხართ თქვენ, მაგრამ ხო, ჩანთის ტარი რგოლებიანი გაუწყდა, მე კი გავუკეთდა, ანუ გაბჭებულია. ხო. გორგიას საიტზე რაღაცები ვნახე მოკლედ რეკლამები და რავი დიდი სამბით მოკლედ წავედი, რომ არ ვიცოდი რა მინდოდა, მაგრამ რაღაცებს ვფიქრობდი, რომ ვიყიდიდი. ვერ გეტყვით, რომ რამე ავარჩიე, იმიტომ რომ საერთოდ არ მომეწონა, ანუ ვერ გავიგე რა უნდა მეყიდა, მოდი ესე ვკითხრათ რა. და სულ ვიძახონმე, რომ ეგეთ ადგილებში ბავშვი წასვლა არ მიყვარს, იმიტომ რომ ვერ ვარჩე, ცალკე ურიკით ამას მივახოხიალებდი, ცალკე ბარგი მქონდა, ნუ მოკლედ. ვერაფერი ვერ ვიყიდე და ერთ-ერთი რაც ვიყიდე, მგონი 10 ლარამდე ღირდა, ქოთანი ვიყიდე, მარიკოს ის ქოთანი მოვისროლეთ, იმიტომ რომ უკვე დიდი ხანი აქვს და ცოტა იყო თვალში, უკვე აი ვიზუალურად აღარ მომწონდა, თან აი საკმაოდ დიდი იყო და დიდად გესიყავებდა, ამიტომ ეგრევე. ასევე ვიყიდე შარვალი, იმიტომ რომ ერთი შარვალი ოფიციალურად მიჭირდება სამსახურისთვის და ანუ აი რითიც მივდივარ ხო სამსახურში იმ შარვალს დიდად არ მინდა ხოლმე რომ იმას ვქნა, იმიტომ რომ ხანძრის ხო ხავ ხანის და აი ძალიან მიფუჭდება, მე იმით ვეღარ მოვდივარ ხოლმე. იმიტომ რომ მე ძირითადად ჯინსები არ მაცვია, იმიტომ რომ წონა არ მიწყობს ხელს და მე ჯინსები არ მომწონს ჩემს თავზე და ვნახოთ. -10-ით კიდე რო დავიკლებ, მე ვნახოთ რამდენად მომეწონება, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვიცვა. შესაბამისად ნაჭრი შარვალი და ხა თარო ძირსი ხო ხვდებით. ეს სტილი, აი მე დედაკინა ყავარს ჩავყავი. ეს სტილი ისედაც მაქვს გოგოებო, მე და მივხვდი რომ ძალიან კარგად ვიყინება ის საჯლაგუნოთ, ამიტომ ისევ ესეთი ვიყიდე. დაბლა სხვანაირია, მაგრამ ვიდეოში იგივეა დაახლოებით. ანუ ამას ვგულისხმობ. ამას ვერ დააპატარავებ, რომ დაიკლო, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ბანწიკია. შეიძლება აი ესე მოპრუჭნო, ან თუ არ გინდა საერთოდ მოხსნა, მაგრამ დიდი ალბათობით მერე ცოტა მოჭერა მოუწევს, იმიტომ რომ დიდია. ხო და მოკლედ ძალიან დიდი ჩანს ხა ეკრანზე ასეთი არ არის. ხო და
მოკლედ თავი გავიხალისეღოთ, როგორიც აი ისე ვიყიდი, აი რო გჭირდება და უცებ იყიდო, იმიტომ რომ დიდი დრო არ დაგეხარჯოს, იქ ბავშვი დაიღალა, იქ მოკლედ და აი ესე ძალიან ქაოტურად შევიძინე მოკლედ რაღაცეები. ოღონდ ეს უკვე ვაგზალზე. მე დიდუბიდან წამოვიდით ვაგზალზე, აი მეთქი. რატო არ წავიდი პირდაპირ ვაგზალზე, თქო. ჩემ თავს აღლანს ყავდი 1 საათი ნახევარი დავკარგეთ დიდუბეში, მაგრამ ნუ რას ვიზამთ. ხო. ეხლა ყველაზე კარგით დავიწყოთ, რაც ძალიან ხარია და შევიცინე ეგრეთ წოდებული კაზაჩოკები, რომლებიც უკვე დიდი ხანია მინდოდა და პრინციპში უკვე დრო არის, აგვიგრილდა. და თან დათბილული არ არის და მე ისედაც რო გითხრათ, ზამთარში დათბილულ ფეხსაც მას არ ვიცვამ ხოლმე. აი ეს რო სპეციალურად დათბილული ვიყიდო, რომ ფეხი მომეყინება თუ რაღაც ნაკლებად. თუ მაინც შემცივდა სპეციალურ კეჩებს ვყიდულობ და ისეც თბილად მაქვს ფეხი. ხო და მოკლედ, ხო, სანამ იმას გაჩვენებთ, გეტყვით, რომ მაისურიც ვიყიდე, ბრეტელებიანი, შავი, ესეც ყოველდღიურად ვიყენებ ხოლმე, აი ესეთ მაისურებს და ვფიქრობ, რომ თეთრიც უნდა ვიყიდო. და რაღაცა სხვა ფერის ზედა მაქვს, სხვა ფერის რა, ისეთი ზედა მაქვს ცოტა გამჭვირვალე, რომელსაც ვერ ვიცვამ თუ შიგნიდან რამე არ ჩავიცვი და ვფიქრობ იდეალურია. მსგავსი ზედები მოკლედ შიგნით ჩასაცმელად, ხო და ეს ღირდა 10 ლარი ეს მაისური. სხვათა შორის რო გადავხედე გოგოებო ფასებს, რაღაცების ფასები მომატებულია. აი ეგრეთ წოდებული ოპტავოიროა ხიდის დაბლა ქვეშ ვაგზალზე დრო არ მქონდა იქ შემევლო, თორე უფრო ნაკლებად შევიძენდი ამ ზედას. აღარ გაქვს რა, ძალიან რთულია დამერწმუნებით ბავშვით ხუხიალი ბაზრობებზე, იმიტომ რომ იღლება, მე ვიღლები და და გუწყობდა. ეს ასე. ასევე შევიძინე საცვლები. სამსავე გაჩვენებთ, რა თქმა უნდა, და ამაზე უკეთესი შევიძინე ადრე სადღაც 4-5 ლარად დაახლოებით. აი მართლა ამაზე კარგი ხარისხი. და იმდენად უკვე გადავიწვით მე და მარიამი სიარულით, რომ ამაში გადავიხადე 8 ლარი, ანუ 10 ლარი ღირდა და 2 ლარი დამიკლო და ქირაში ვაძლევ ვალარს. იმიტომ რომ ამაზე უკეთეს ხარისხში ვაძლევ ხოლმე უფრო დაბალ ფასს და რა ვიცი, რატო გაგიჟდნე და ეცია ფასები ძალიან ვერ გეტყვი, თუმცა ცუდი ხარისხი ნამდვილად არ არის. ბიუსჰალტერი მინდოდა და ვერ ვიყიდე, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ ადგილას, სადაც ჩვენ ვიყავით, ბარათით ვერ გავატარებდი, ქეში აღარ მქონდა, უკვე დახარჯული მქონდა და მობაილ ბანკი რომელ ტელეფონშიც მაქვს, ის ტელეფონი სახლში დამრჩა. გავახსენდა უკვე ნაძალადოვის მეტროში რომ ჩავდი და რა თქმა უნდა, იქიდან ვეღარ ამოვიდოდი და მეთქი გამოვიტან თქო ვიფიქრე ბანკომატიდან, მე ბანკომატი შორს იყო და მოკლედ ბიუსჰალტერი ვერ ვიყიდე დღეს, მაგრამ ნუ ამ დღეში ვიყიდი მაგასაც. რა შეეხება კაზაჩოკებს, ძალიან მომწონს, ძალიან საყვარლებია. გადავიხადე 65 ლარი. სხვა რაღაცებიც მომეწონა, მაგრამ ერთგან ზომა არ იყო, მეორეგანაც ზომა არ იყო და მოკლედ უკვე ძალიან ამეჭრა მე ნერვები. ცოტა რკინის ცხვირი ქონა წინა ძალიან მომეწონა და აი ვერ ვრიცხავდი, ქეში ვერ გამომქონა შორს ვიყავი და 130 ნაკლებად არ ყიდიცა. მაგდენი კი არა და უკვე საერთოდ აღარც მქონდა, რომ ესე უკვე იმას მექნა რა. რაღაცები უკვე ნაყიდი მქონდა და ხარჯული მქონდა ნაწილი და 130 ფის უკვე აღარ მეჭირა ხელში და ნუ მოკლედ საბოლოო ჯამში ვიყიდე აი ეს. და სხვათა შორის ვფიქრობ, რომ მე ხმე ქვედაბოლოებს თქვენიც რო არ ვიცვამ და ამ წონაზე საერთოდ ქვედაბოლოები არ მიყვარს, იშვიათად ჩავიცვა. ხო და ქუსლი აქვს ძალიან კარგი, იმ ხრივ რომ არ არის მაღალი და ჩემ ყოველდღიურ აი გადარბენისთვის ვფიქრობ, რომ იდეალური ფეხსაცმელი, აი მე როს დავბივარ გიჟივით. ერთი მომეწონა ძალიან 4 კუთხედი ცხვირით, აი ძალიან ლამაზი იყო. და მე ზოგადად ამ ცხვირის მოყვარული ადამიანი ვარ. ყოველთვის აი ჩემი ფეხსაცმელების უმრავლესობა არის ასეთი წინ.
და ეს არის 38 და ვაიმე თქო ფეხი არ მატკინოს, თქო ფიქრობდი და მე რომ გავაცნობიერებ ფეხი მიცურავს ამაში. დიდი მაქვს და ამ ქალბატონმა მითხრა რომ იცი თუ რა არის აქ ხა 39 რომ ჩაიცვათო, ანუ გემივით გექნებათო, იმიტომ რომ პატარა ფეხი გაქვთო და უბრალოდ ეს ფეხი რომ მტკივა თითი ნებისმიერ და მე რომ მედება გული მიწურს. ხო და საბოლოო ჯამში მოკლედ კიდე ესენი თუმცა ზამთრისთვის კიდევ ვაპირებ რაღაცის ყიდვას. ვნახოთ რას მოვიფიქრებ, ანუ როგორი ისა იცით კლიონკას რო იძახენ ეგეთი კი არ არის, ოდნავ ის აქვს სირბილე, რავი როგორ გაჩვენო თავიც. ოდნავ სირბილე აქვს, არ არის სულ ისეთი, აი ხო ხვდებით ასეც ვიძახი, არ არის, მაგრამ სქელნის დათბილული არ არის. მაგრამ რბილია და თბილია. ხო და ფეხზე ძალიან ლამაზი იყო და ხოლაც გაჩვენებთ. ფეხზე მომეწონა ძალიან. და მით უფრო ყოველთვის ვაჭე უპირატესობას თუ ცხვირი აქვს აი ესეთი. და ის რაც მომეწონა რკინის ცხვირით, ნუ მეტალი უფრო სწორად არ რკინაშვილო. ის ვერ იმას ვქენი, რა ქვია. ზომა. კრატოდავდა ახლა. აი, ამას აღარ ჩავდებ, მაინც მე ჩავიცვა ხვალ. ხვალ არ ვიცი რას ვიცում, ჯერაფერი გამეუთხოვებია. ერთ-ერთი რა პრობლემაც მოვიხსენი ეს არის ბანაობა, პრობლემა იმ ხრივ რომ სხვა რაღაცები მინდა ხა გავაკეთო საქმეები. ხო და არ ვიცი, ფული რომ იფრინავს ხა ამაზე მოდინო ვისაუბრე. მოკლედ ესეთი ამბავი. ამბები. ხო და ვნახოთ შეიძლება ცოტა მაღალყელიანი იმიტომ ვიყიდე რომ ცოტა რომ ვიკლებ წონაში რაღაც ქვედაბოლო მოქვს რომელიც მომწონს და იმას ვიცნობ ხოლმე და ეს ძალიან უხდება ცოტა მაღალი ყელით ჩექვებზე ვგიჟდები ხალხო აი მე როგორ მიყვარს ჩექვები ნეტა იცოდეთ მაგრამ ნახეთ ხარ რა ხდება ჩექმის ყიდვას აზრი არ აქვს იმიტომ რომ მე ყოველთვის ჩექმის გარედან უნდა გადმოვწიო შარვალი ჩექვები მქონია მაგრამ რეალურად მე მას ვერ ვიყენებ ვერანაირად აღარ არის ლამაზი თუ ჩექმა გადმოწიე და დაფარე და აღარ მომწონს მე რაღაც მიდაღმაკ ხელა რაღაცა ვიყიდო ხო და ძალიან უხდება მოკლე კაბებს მუხლს ესე რაღაცა ზუმამდე ქვედაბოლოებს და რაღაცებს ელასტიკოს მეცაც არ ვიყენებ რა თქმა უნდა ამ წონაზე და გამოდის რომ ტყუილად ყიდულობ ხოლმე ყიდულობდი ამიტომ აღარ ვიყიდე წარდას ჩექმს ვათვალიერებ ხოლმე ერთი რაღაც მომეწონა კიდე ოღონდ ვფიქრობ რომ მაგას ვიყიდი სავარაუდოდ დეკემბერში თუ კორპორატიული იქნება შუზი ну რა თქმა უნდა წვიმაში გარეთ მაგას ვერ ჩაიცვა მე გარ არის მაგ სეზონის რო წვიმა წუნწურში და თოვლში ჩაიცვა მაგრამ რესტორნისთვის არის ულამაზესი ძალიან მომწონს ხო და ცოტა გაძვირებული ფასები დამხვდა. ანუ მე ვიძახი გაძვირებული, როცა ვნახე რომ აეზღიდათ უცებ აეზღის გამიკვირდა თორე ახლა გეხვეწებით არც 8 და არც 10 ლარი სათვისთვის ნამდვილად არ არის ძვირის კი არა 100 ზღის და 500-ებიც. მაგრამ აი რო იცი რომ ეზღიდათ უცებ რაღაცა ცოტა შოკი გაქვს ხოლმე ადამიანს, მაგრამ ეს მანიაკი გავხდი. წავედი ახლა უნდა დავიუთოვო 60 ავარჩიო ჯერ რა მინდა ჩავიცვე ეგეც არ ვიცი დავიუთოვო 60 იქნებ უბრალოდ გადავისვა თქო ფიქრობ რამე არ ვიცი ოღონდ რა რძისფერი სავარაუდოდ ხმეს ყოფილსა წავისვა მას ძალიან მოკლე მაქვს და საერთოდ არ მინდოდა რამის წასმა და რაღაცა მკურნალობითი ეტაპი მაქვს ჩხელებთან დაკავშირებით მაგრამ მოდით თუ მომეხალისა რამეს წავისვა ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურებ. Bye bye.